საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში როტშილდის ფონდის მხარდაჭერით რესტავრირებული ებრაული კოლექციების გამოფენა უკვე დღეიდან დაიწყო. მანიკო, შეგვიძლია ჩვენც ვეწვიოთ, რა თქმა უნდა, დეტალებზე კი უკვე ჩვენ ნინო დადუნაშვილისგან შევიტყობთ. ებრაული ტრადიციები, ისტორიული მოვლენები და ტილოზე გაცოცხლებული წარსული. აქ თითოეული ფერწერული ნამუშევარი სიუჟეტური ხასიათისა და ებრაელი ხალხის ცხოვრებას დეტალურად ასახავს. ებრაული ტრადიციისთვის, ებრაული ეთნოგრაფიისთვის და კულტურისთვის იმ პერიოდიდან, რაც 2000 წლის განმავლობაში ებრაელები ცხოვრობდნენ სამშობლოს გარეთ, დიასპორაში. ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები დიასპორასთვის, ებრაული დიასპორასთვის დამახასიათებულია გარკვეული ასიმილაცია. ასიმილაცია ადგილობრივ კულტურასთან, ხელოვნებასთან. ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხის ნაციონალური სამოსია წარმოდგენილი. გამოფენის ერთ-ერთი მთავარი თემა საქორწინო რიტუალია. პატარძლის კაბა, რომელიც ოქროს ძაფებითაა გაწყობილი, საკმაოდ ძვირად ღირებულია და მისი მორგების შესაძლებლობა მხოლოდ მაღალი ფენის ქალბატონებს ჰქონდათ. აი ასეთი კაბა, რომელსაც ოქროკაბას ეძახდნენ, მზადდებოდა საგანგებოდ, უკვე საქორწილოდ, ხელით იქარგებოდა, ოქრომკედით იყო ნაქარგი და გამორჩეული იყო იმით, რომ პატარძალი არ იმუშებოდა თეთრ კაბაში. დამახასიათებელი იყო უფრო ახალციხის რეგიონში მცხოვრებ ებრაელთათვის, იმიტომ რომ ახალციხე ზოგადად გამორჩეული რეგიონია და ძალიან დიდი იყო აღმოსავლური გავლენა, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში. შალომ კობაშვილი საქართველოში პირველი ებრაელი მხატვარია, რომელმაც ცხოვრების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება ფერწერაში გააცოცხლა. ხატვა 61 წლის ასაკში დაიწყო და ებრაელი ხალხის ტრადიციები თაობებს ტილოზე ასახული გააცნო. ერთ-ერთ ნამუშევარში დეტალურადაა წარმოდგენილი მზისთვის აღწერის ცერემონიალი. ქეთუბა, ეს არის ქორწინების ხელშეკრულება, რომლის მეორე მხარესაც პატარძლის მზისთვის ჩამონათვალი იწერებოდა. ძალიან სიმბოლურია და ტრადიციულად ებრაული ნიშნობა იმართებოდა პატარძლის ოჯახში და აუცილებელი ატრიბუტი გახდათ მაგიდაზე წარმოდგენილი შაქრის დიდი თავი და აგრეთვე ტკბილი ნამცხვარი, ქადასავით გამოცხვარი ნამცხვარი, რომელიც ასახიერებდა მომავალ ოჯახურ ტკბილ ცხოვრებას და სიმტკიცეს. ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში ებრაული კულტურისა და ტრადიციების უკეთგაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 26 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით ექნება.